მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიომსმენელებო, ეთერშია გაცემა სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც გწავლობები მე ნიკოლოზ ჯავანაძე. დღეს ჩვენ გვექნება მთავარი თემა, ესეთი და თქვენ შეგიძლიათ მაყურებელს მინდა მიმართო იაქტიუროთ, გამოგზავნოთ შეტყობინებები, დასვათ კითხვები, იყვნენ თუ არა უნდა თანამდებობებზე წინა რეჟიმის წარმომადგენლები, საუბარი მაქვს სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებზე და თანამდებობის პირებზე, რომლებიც საკმაოდ დიდ ამის ქმნიდნენ წინა ხელისუფლების დროს, კვლავაც მოწინავე პოზიციებზე და აი ამის დასტური გახლავთ ის, რომ ატეხილია უკვე ძალიან დიდი აჟიოტაჟი აი მოსამართლებთან დაკავშირებით, ეხლა კიდევ დაიწყო აგერ ნებათაღელვა სხვადასხვა სფეროებში, ჭიდაობის ფედერაციაში, სხვადასხვა სტრუქტურებში და ყველა აი სიტუაციებში ბევრი ხედავს ჩანერგილ ნაციონალების მიერ ჩანერგილ ადამიანებს, მაღალ თანამდებობის პირებს, რომლებიც ახდენენ საბოტაჟს და ეს უკვე გრძელდება კარგა ხანი. სწორედ აი ამ საკითხებზე ჩვენ სასაუბროდ მოვიწვიეთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ვინაიდან ჩვენი გადაცემა არის სამოქალაქო საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოების ყველა ფრთის წარმომადგენელი ყავს დღეს სტუდიაში და ისინი ისაუბრებენ რამდენად ახდენს გავლენას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ წინა ხელისუფლების დროს მაღალ თანამდებობაზე, დღესაც ინარჩუნებენ ამ პოზიციებს. მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სტუმრები, ლუკა კურტანიძე, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი პარლამენტის წევრი, მოგესალმებით ბატონო ლუკა. ბუბა ხოტივარი, რეჟისორი, ალბათ ყველამ საუბრს კარგად იცის ფილმები ლაზარე, დიმიტრი თავდადებული და ბატონი ბუბა არის კიდევ უამრავი ფილმისა და დოკუმენტური ფილმის შემქმნელი და ეს ადამიანი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის მისი პოზიციები ჩვენი ქვეყნისათვის და თქვენთვისაც. თვარისა ნავერიანი ყავს სტუმრად, სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ცნობილი გახდა უფრო იმით, რომ ნიკა გვარამიას მიერ იქნა სასტიკად ნაცემი, დაძარალებული ცნობილი ეს ქალბატონი და დღესაც ეს ქალბატონი აგრძელებს ბრძოლას სამართლიანობის აღდგენისათვის. ადვოკატთა კოლეგიის თავმჯდომარე ბატონი ნუგზარ ბირკაიევ ყავს დღეს სტუმრად. იცით რა არის? დღეს აი ყველაზე ერთ-ერთი აქტუალური თემა არის ჭიდაობის ფედერაციაში ატეხილი აჟიოტაჟი. ლუკა, მე მინდა თქვენი პოზიცია მოვისმინო. თქვენც იყავით ერთ პერიოდში პრეზიდენტი ამ ფედერაციისა, იყავით პარლამენტის წევრიც და ფაქტიურად ის, რასაც უკეთებენ დღეს გეგეშიძეს, ის გაგიკეთეს თქვენც. ანუ რომ არა ჩანერგილი ადამიანი ყოფილი ხელისუფლებისა, ის საკითხი მე მგონი თქვენი აი ეს პრობლემური საკითხი, რაც იყო ფედერაციაში, დადებითად გადაწყდება. მე ყველას ახსოვს დაპირისპირება როგორ იყო შექმნილი. დღეს მე მოვისმინე, მე საერთოდ არც ვიცნობ არც გეგეშიძეს, არც ამ დათუნაიშვილს, მაგრამ ჩემთვის იყო შეურაცხყოფელი დათუნაიშვილის პოზიცია, როდესაც მან თქვა, რომ სასულიერო პირი შემომიგზავნესო, რომ რაღაცა პრივილეგიებს თავაროზობდნენო. მე არ ვიცი, ხა სასულიერო პირი არ არის არც კამფეტი, არც სათამაშო, არ რაღაცა ციხეში შესაგზავნი ამანათი, რომ რაღაცა შეუგზავნოს ვიღაცა. მე ამ პიროვნებას ვაკვირდები და მისი ქმედებები საკმაოდ ბევრ კითხვის და ეჭვებს ბადებს. დღეს კიდევ რუსთავიორმა რაღაც ახალი სკანდალი გამოაცხო, ჟურნალისტს ესროლეს და თურმე ამის მიზეზი ყოფილა სიუჟეტი, რომელიც ჭიდაობის ფედერაციის მიუძღვნა ამ ადამიანმა. ეს ადამიანი ჭიდაობის სამყაროს ელაპარაკება რუსთავიორის ეთერიდან და არ მიდის მოლაპარაკებაზე და რაღაცა ჩანს, რომ თითქოს აქ აი ამ ჭიდაობის ფედერაციის ახლა ამ ატეხილ ამბავში, როგორც თქვენ დროს იყო, რაღაცა გარეშე პირები ხელი ურევია. თქვენ როგორ შეაფასებდით, როგორც აი ამ სამყაროს წარმომადგენელი, აი ამ შექმნილ სიტუაციას რაც ხდება აქ? უპირველესად მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებლებს, მივესალმებით უდიდესი ისტორიის ადამიანებს თავისი პროფესიით. ჩემთვის დიდი პატივია ბატონო ბუბა თქვენთან ყოფნა. დიდი პატივია ამ სივრცეში ყოფნა, თითოეულ თქვენთაგანს ჩემგან უდიდესი პატივისცემა. მინდა რა თქმა უნდა გამოვეხმაურო თქვენი მეშვეობით და გულშემატკივარიც სრულიად საქართველოს ჩავაყენო საქმის კურსში, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. მე წლების რამოდენიმე წლის წინ ისეთი ტკივილი და იმ ხელა განცდა მქონდა, როდესაც ჭიდაობის ფედერაციაში ვიყავი, იგივე შეფუთვა, რაც ხდება, იმიტომ რომ უნდა წარმოაჩინონ როგორც სპორტში, ხელოვნებაში და მთლიანად საზოგადოებაში, რომ ვითომ ისეთი მდგომარეობაა, რომ გაუსაძლისი. ამიტომ ყველა ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ ვიღაცის, ასე ვთქვათ, თამაშს არ წამოვეგოთ და მოდელირებული მათ
კარგად ქმნიდნენ მოდელირებულ ომებს და ასე შემდეგ, კარგად ეხერხებათ ასე და ბატონ ნიკოლოზ გვარამიას ძალიან ბევრი მრავალფეროვანი, ასე ვთქვათ, ფიქრები და იმიტაციები შეუძლია სხვადასხვა სფეროში ქვეყანას შესთავაზოს. მაგრამ და ძალიან დიდი ნიჭის მქონე ყოფილა, მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულად ჭიდაობის ფედერაციაში მოხვედრილ ბევრჯერ მოხვედრილა ესეთი რამ, მე თუ შევძელი ბევრი ადამიანის პატიება და იმისათვის რომ ქვეყნისთვის ერთიანობა შეგვექნა, ერთიანი სამყარო შეგვექნა, ვფიქრობ რომ ეს ზურა დათუნაშვილმაც უნდა შეძლოს. მე ვარ მომრიგებელი, ახლა იცით თქვენ რომ შუამავალს ყოველთვის უფრო მეტი ხვდება ხოლმე ორივე მხრიდან, ზოგი წყენა, ზოგი ისა, მაგრამ მე ვარ იმ პოზიციაზე რომ მოჭიდავეთა სამყარო, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესი ფედერაცია ამ წლების განმავლობაში, მან უპრეცედენტო დიდი გამარჯვებები მოიპოვა მსოფლიო არენაზე და ზუსტად აი აქ ურტყამენ თავისი მოდელირებული რაღაც იმიტაციებით, ვითომ თურმე ახალ წელს გასროლილი რაღაც იარაღიდან თურმე დღეს იპოვეს და ამას უკავშირებენ შესაძლებელია ეს ჭიდაობის ფედერაციის პრობლემიდან გამომდინარეა. თქვენ ხედავთ, აი მე მინდა კითხვა დაგისვა. თქვენ ხედავთ რომ აქ ურევია გარეშე ძალის არა, ამისი გამოყენება ახლა უკვე აშკარაა რომ ამის გამოყენება სურს იმ ტელევიზიას, რომელიც ქმნიდა ასეთ პროდუქციას და ხალხს ამას ასმენინებდა, აჯერებდა და დღესაც და მე არ მინდა რომ მე უდიდეს პატივს ცენზურას და არ მინდა ამ ბინძურ თამაში მისი სუფთა ემოციური განცდა და ის კარიერა, რომელიც მან ღირსეულად უნდა დაასრულოს, აი ასეთი ბინძურ თამაში ჩაერთოს. ამიტომ მე როგორც მომრიგებელი, როგორც მსოფლიო ჩემპიონი მას ვესაუბრე, იმიტომ რომ მე ის ძალიან მიყვარს, ძალიან დიდ პატივს ვცემ მის ძმასაც, გიორგისაც და ამიტომ მინდა რომ ძალიან ფრთხილი იყოს. ის ემოცია, რომელი ემოციითაც მოიხსენიებს სასულიერო პირს, არ შეიძლება ესე. ამიტომ მე ვარ ის ადამიანი, რომელიც იმ გარანტიებს, როგორც სპორტსმენს, როგორც მან კარიერა, რომელმაც ღირსეულად დაასრულოს, ამის გარანტორი მე ვარ, იმიტომ რომ მე ვესაუბრე ჭიდაობის ფედერაციაში გუშინ იცით თქვენ რომ პრეზიდენტი განთავისუფლდა სასამართლოდან, მინდა რომ ყველას თვითოულ ჩვენთაგანმა პატივი ვცეთ სასამართლო გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილება, ესეთი გადაწყვეტილება, მაგრამ მეორე ის არის რომ პატივი ვცეთ ერთი მეორის ემოციას. მე გეგასაც ვესაუბრე, ძალიან დიდი სინანული აქვს, იმიტომ რომ ეს ემოციაზე მოხდენილი შეხლა-შემოხლა, რომელიც მზად არის ბოდიშიც მოუხადოს საზოგადოებას, პირადად ზურასაც და ერთობლივად გავაგრძელოთ ბრძოლა საქართველოს. მე ვფიქრობ, რომ ყველა წინაპირობაა იმისათვის, რომ ეს პრობლემად არ ვაქციოთ და ვიღაცებს, რომელსაც ყველაფრის ფასად უნდათ საქართველოში, ყველაფრის ამოყირავება მათ მისცეს შანსი. მადლობთ ლუკა, დაგიბრუნდებით ბატონ ლუკა და მე უბრალოდ ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ჯერ ერთ ეს კონფლიქტი საიდან დაიწყო? ძალიან დიდი პროტესტი მოყვა დათუნაიშვილისა, ის ჭიდაობდა, ის საიდან წამოვიდა ეს კონფლიქტი? ჭიდაობდა, წააგო ეს ჭიდაობა, დაიწყო იქ უცენზურო გამოხტომები მსაჯის მიმართ, ფედერაციის მიმართ, ამას მოყვა ყველაფერი ეს. მე თუ მკითხავ, სანქცია უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო ამ პიროვნების მიმართ და ეხლა სადამდე მივიდა სიტუაცია, რომ ეს ადამიანი კამერებით ელაპარაკება, ყველგან ხდება რაღაცა პრობლემა, შეიძლება გეგეშიძე ჯერ ერთ-ერთიც იქ თავიდან თქვენ ჯაჭვი ეჭირაო და თურმე კრიალოსანი ეჭირა და იცით რა არის, ყველა სფეროში რაღაცა ხდება. ყველაზე წარმატებულ ფედერაციად შეფასდა ჭიდაობის ფედერაცია წელს. და როდესაც შენ ესეთ ვაქხანალიას ტეხავ და სასულიერო პირს აყენებ უხერხულ მდგომარეობაში, იქნება ისე კიდე რაღაცა ისეთი გითხრა სასულიერო პირმა და თქვა რომ შემომიგზავნე სასულიერო პირიო და მე ნაცების წისქვილზე ასხამ წყალს ამ თავისი ქმედებე. თუ რაღაცა არის პრობლემა, უნდა გაირჩეს შიდა ფედერაციაში და არა კამერების წინ და ზაობაც არის და მე ვფიქრობ რომ ეს კაცი მე არ გამიკვირდება რომ იმართებოდეს ნაცმოძრაობის სატელიტების მხრიდან, იმიტომ რომ რუსთავი 2 წინააღმდეგ შემთხვევაში არავის არ გააპიარებს და არავის არ შექმნის გმირად. ბატონო ბუბა, აი თქვენ პრინციპში ყველა სფეროში ესეთ სიტუაცია გვაქვს ჩვენ. დღევანდელი დღის თემა არის აი ეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებზე მაქვს საუბარი. მე ვფიქრობ რომ
რომ არა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ყოფნა სახელმწიფო ვერტიკალებში დღეს ჩვენ უკეთეს სიტუაცია გვექნებოდა იგივე კულტურის სფეროში იგივე ხელოვნებაში იგივე სპორტში თქვენ როგორ ფიქრობთ უნდა იყვნენ თუ არა თანამდებობებზე ის ადამიანები აი ხა მაგალითად მოსამართლეებზეა ლაპარაკი რომლებიც ემსახურებოდნენ და ძალიან ისეთ საეჭო და ბინძურ გადაწყვეტილებებს ღებულობდნენ უნდა იყვნენ თუ არა კვლავ მოწინავე პოზიციებში თქვენი პოზიცია რა თქმა უნდა არ უნდა იყვნენ იმიტომ რომ რაც არ უნდა ზეწოლა ყოფილიყო შენზე კი მოხდა ისა მაგრამ დღეს უკვე იმდენად გაფუჭებული ავტორიტეტი რომ ეხლა კიდე ამის გამეორება და კიდე იქ დაждდომა ცხოვრების ბოლომდე დიდი შეურაცხყოფა იქნება საზოგადოებისათვის საერთოდ მე ვხედავ რომ არის რაღაცა ძალიან საერთოდ შეთქმულების თეორიის მომხრე არა ვარ მე მაგრამ არის რაღაც ძალები დაგვემუქრენ კიდევაც საქართველოს რომ არ მოგასვენებთ არ გვასვენებენ და ჩვენც არ ვასვენებთ გვაჭიდავებენ ერთმანეთში აი მაგალითად კინოში შესანიშნავ დარგში უნიჭიერესი ადამიანების სავსე დარგში ისეთ სიტუაციას ქმნიან ბოლო 30 წელია და განსაკუთრებით ბოლო წლებია რომ ჩვენ ერთმანეთი დავჭამოთ საბედნიეროდ უფროსი თაობა საშუალო თაობა ძლიერი ხალხია მორალური ხალხია კარგად ესმენ და ჩვენ ჯერ ხელჩართულ ომში არ გადავსულვართ მაგრამ ერთმანეთის მიმართ მაგრამ ასეთ სიტუაციას ქმნიან არც ერთი ჩვენი ნაბიჯი არც ერთმა მთავრობამ არ გაითვალისწინა რამდენჯერ არ ვიყავით დაწყებული ძველი მთავრობიდან ეხლაც პირდებიან ვიღებენ კარგად თქვენ ფილმებზე გავიზარდეთ რა კარგები ხართ როგორ გვიყარხართ მაგრამ არაფერს არ აკეთებენ 3-4 სარეფორმო ასე ვთქვათ ისა გვაქვს წინადადება ყველაფერზე გვპირდებიან არაფერზე ვარს არ გეუნებიან არაფერს არ აკეთებენ და არავით არის წინსვლა კინოში არ არის არც კანონების განხრით არც დაფინანსების დახით არც სწორი კადრების წამოყენების და ვერაფრით ვერ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა კინემატოგრაფისტებმა საქართველოს მოიპოვა დამოუკიდებლობა და ქართული კინო არის ვიღაც ჩინოვნიკებზე დამოკიდებული რომელსაც წარმოდგენა არ აქვს კინოზე პირდაპირ გასაოცარი სიტუაცია ჩვენ ვიბრძვით რამდენი ხანია რომ ჩვენ კინემატოგრაფისტებმა გადავწყვიტოთ ბოლშევიკების დროს არ ერეოდნენ ბოლშევიკები ჩვენ საქმეში კაცო აფინანსებდნენ კინოს და გვაძლევდნენ უფლებას გადაგვეღო რაც გვინდოდა გარდა რა თქმა უნდა რაღაც არ უნდა გეგინებინა ლენინი და სოციალიზმი აი ეს არც არის კინოს დანიშნულება დღეს ამას ვერ მივახციეთ სულ გვეფერებიან სულ გვპირდებიან გვატყუებენ აშკარა აი ახლა ბოლო დაპირება შეგნებულად ხდება რა თქმა უნდა შეიძლება ერთხელ შეცდე ორჯერ შეცდე მაგრამ მთავრობა რო ხარ კეთილინებე და გადაწყვიტე კაცო მით უმეტეს როცა მოდი შენთან დამსახურებული ხალხი სერიოზული ხალხი უანგარო ხალხი სოფლიო დონის რეჟისორები და კინომცოდნეები და ოპერატორები სოფლიო დონის რომელსაც ისნო მთელი ჩვენი სიამაყე ელდარიდან დაწყებული აგერ ახალგაზრდებით რომლებიც როგორც კი გააღწევს ქართული კინო ახალგაზრდა კაცის გადაღებული რამე ფესტივალზე ეგრევე პრიზებს იღებს იმდენად ნიჭიერი თაობა მოდის არაფრით არ გვეხმარება მთავრობა ბატონო ბუბა და მაყურებელი ყავს ჩვენც მაყურებელი ყოველთვის პრიორიტეტია გისმენთ შეგიძლიათ დასვათ კითხვა გამარჯობა მოგესალმებით ყველას დიახ გისმენთ დასვით კითხვა ბატონო ჩემო გისმენთ კითხვა არა პირველ რიგში მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მოსამართლეების უვალდოდ არჩევის ეს ერთი და მეორე უნდა გასამართლოს ნაციონალური მოძრაობა და აეგზავნოს არჩევნებში მონაწილეობა 15 წლის მაინც ყველა იმას ვინც ამბობა ეტავა გასაგებია დიდი მადლობა ჩვენ დღეს სტუდიაში ვყავს ყოფილი მოსამართლე ადვოკატთა კოლეგიის თავმჯდომარე ბატონი ნუგზარ ბირკაია ეს ადამიანი გახლავთ ის ერთ-ერთი მოსამართლე რომელმაც პრინციპული გადაწყვეტილებები მიიღო და სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა ბატონი ნუგზარი და უამრავი მოსამართლე გაუშვა სასამართლო სისტემიდან იმის გამო რომ ისინი იყვნენ პროფესიონალები და არ იყვნენ რეჟიმის მსახურები არ იქნებოდნენ და ვერ იქნებოდნენ ბატონო ნუგზარა აი თქვენ რა პოზიცია გაქვთ აი ამ ყბადაღებულ მოსამართლეებზე იცით რა მე აი ეს მოსამართლეების სიტუაცია მაგონებს აი და შემიძლია პარალელი გავავლო აი იმ სიტუაციას რომ აი წარმოიდგინეთ თქვენ ეხლა ნაცისტური რეჟიმი რომელიც დასრულდა 45 წელს აი ამ ნაცისტური რეჟიმის მოსამართლეები და პროკურორები რომ დაეტოვებინათ თანამდებობებზე და რომ გამოსულიყო მაგალითად გებელსი და ეთქვა რა ვქნა კაცო ჰიტლერი მაძალებდა და ვერ ვაკეთებდი სხვანაირადო და მე გამოსულიყო ხელმძღვანელი გერმანიის და ეთქვა კაცო ეს კაცი მსხვერპლი არისო რა და ეთქვა რომ რა ექნა ამ კაცო ვერ მიდიოდა წინააღმდეგ
იგივე. ესე იგი, ის ხალხი, რომლებმაც დატოვა თანამდებობა პროტესტის ნიშნად, ის ხალხი, რომლებიც მართლა მსხვერპლი იყო, დღეს არიან ქუჩაში, დღეს არიან უსამსახუროდ, მურუსიძე, ჩიჩალაძე კვლავ თანამდებობებზე არიან, იმიტომ რომ თურმე ეს ხალხი აი უკანონო გადაწყვეტილებებს რო ღებულობდა და სტრასბურგმა დააფიქსირა ეს თავის პოზიციებში, გადაწყვეტილებებში. დღეს თურმე ეს ხალხი არიან მსხვერპლი და კვლავ თანამდებობებზე დანიშვნაზე არიან წარმოდგენილები აი ამ ხელისუფლების მიერ. და თურმე ჩინჩალაძე შეცვლის მერე გადაწყვეტილებებს, როდესაც გასაჩივრებულია და გინდა მურუსიძე. ეს ხო აბსურდის თეატრს ემსგავსება, ბატონო ნუგზა. აი თქვენი შეფასება, როგორც ყოფილი მოსამართლის, როგორც ადვოკატის კოლეგები ვარ ჩვენ. აი თქვენ როგორი პოზიცია გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით? სანამ გასცემდეთ პასუხს, მაყურებელი დასვამს ერთ კითხვას და თქვენც გაეცით პასუხი. გისმენთ? ბატონო ნიკოლოზ, დიახ. მოგესალმებით, თქვენ სტუმრებს მივესალმებით. შეკითხვის დასმა ხო შეიძლება? კი ბატონო, გისმენთ. რუსეთთან დაკავშირებით, რომ არც ერთი მთავრობა რომ ყურს არ აპარტყუნებს, არ მიდიან მოლაპარაკებებზე, რა მოხდება ამის დიდი მადლობა ბატონო ჩემო და მაყურებელს ეს არ არის ცუდი კითხვა და სწორი კითხვა გაქვს დასმული, მაგრამ დღეს მოდით რა თემაზეცა გვაქვს მაყურებელს მინდა იმ თემებზე დასვით კითხვები, იმიტომ რომ ხა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს არ განვიხილავ დღეს გადაცემებში, იმიტომ რომ დღეს სხვა თემა გვაქვს. გისმენთ ბატონო? დიახ, მოგხსენებთ. მე ასე რადიკალურად არ დავაყენებდი ამ საკითხს, როგორც თქვენ ბრძანეთ. ვინაიდან მოგხსენება ჩვენ ქვეყანაში მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. ანუ რადიკალურად რას ნიშნავს? აი, რაც თქვენ შეადარეთ ასე ვთქვათ ფაშისტური გერმანიის მდგომარეობას. მოხდა მშვიდობიანი გადაბარება. ბატონო ნუგზარ, ეხა იცით რას გეტყვით? გირგულიანის, მოლაშვილის და ბუტარობაქიძის საქმის განხილვები ფაშისტებისგან დიდად კი არ განსხვავდება. ეს ხალხი, რომლებიც აწამეს და აი გამოიყვანეს მოსამართლეების თანდასწრებით, მაგალითად ნაწამები მოლაშვილი ფაშიზმი არის, აბა რა არის ესა და არც ერთი კითხვა არ დაუსვია მოსამართლეს, შენ რა ესეთი ნაწამები ხარ და ნაცემი ხარ. იგივე ლუკასაც დაემართა ეს სიტუაცია, როდესაც 26 მაისს დაარბიეს და ნაწამები ლუკა კურტანიძე მიიყვანეს მოსამართლეს, არ გაჩენია კითხვა. ამაზე ვლაპარაკო, ფაშიზმი, აბა რა, ქართული 9 წელი რო ფაშიზმი იყო, ეს შეაფასა პარლამენტმა, ეს შეაფასა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ამ ფაშიზმს ემსახურებოდა ეს ხალხი. არავითარ ეგ რადიკალიზმი არ არის. ეს არის მე როგორც იურისტი ვლაპარაკობ კონკრეტული მტკიცებულებები და ეს მტკიცებულებებია პარლამენტის გადაწყვეტილება და ის დასწრები, რომლებიც გაკეთდა. კონკრეტულ საკითხებზე კონკრეტული ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. არა, გეთანხმებით, კი ბატონო, ყველა მოსამართლეებზე გვარ აქვს ჩვენ ლაპარაკი. ჩვენ ამ მოსამართლეებზე გვაქვს. არა ისეთი, რომ დაუშვათ, აი როგორც იყო 1999 წელს, როდესაც ჩატარდა სასამართლო რეფორმა და ყველა მოსამართლეს შეუწყვიტეს უფლება. არა, ამაზე არ არის საუბარი. ყველა მოსამართლეს ავხარშავს საფრთხე. ეს ტრაგედია. იქ არის რა თქმა უნდა ნორმალური ხალხი. ანუ მე რამე და ეცით ცოტა კი ბატონო. პატარა ასე ვთქვათ შესავალი გავაკეთო ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ რა არის სასამართლო, რა არის სასამართლო რეფორმა. 95 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის შემდეგ სასამართლო ხელისუფლება გახდა სასამართლო ხელისუფლება. მანამდე იგი ხელისუფლება არ იყო კონსტიტუციით. ანუ გახდა მესამე დამოუკიდებელი შტო. ჩვენ ახლა რა იყო, როგორ იყო, ვიცით მაყურებელს, რომ ჩვენ კითხვას რო გასცეთ პასუხი. თქვენ ეთანხმებით თუ არა აი ამ მოსამართლეს და ჩინჩალაძე მურუსიძის კლანის წარმომადგენლების დანიშვნას? ამაზე გვაქვს საუბარი. მე არანაირი კლანებს არ ვეთანხმები, ზოგადად არანაირი. თქვენ ფიქრობთ თუ არა, რომ კლანი არის ეს? მაგრამ რაც შეეხება ახლა იმ 10 კაცის სიაში, თუ მასე გაინტერესებთ და დავაკონკრეტებ, მაშინ იქ არის ქალბატონი მარიკა ცისკაძე, პროფესორი, შესანიშნავი ადამიანი და შესანიშნავი მოსამართლე. არის ასე ახალგაზრდა ყვაწვილი მერაბ გაბინაშვილი, ასევე უპატიოსნესი ყვაწვილი, ასე რომ მე არ მგონია, რომ მათ რაღაც ისეთი დანაშაული ქონდეთ, რომ უნდა აეგრძალოთ სამოსამართლეო საქმიანობა. ხოლო სხვა ვის თქვენ დაასახელეთ ახლა ადამიანები რომელსაც რაღაცა მიუძღვით კონკრეტულად ინდივიდუალურად სახელმწიფო მათი საქმიანობა უნდა შეისწავლოს და ამის შემდეგ უნდა დადგეს საკითხი. ეხლა ლაპარაკია კრიტერიუმებზე თუ ვინ უნდა დაინიშნოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლედ. ამდენხანს რატო არ იყო ეს კრიტერიუმები დადგენილი, რატო არ იყო ეს ცნობილი? მანდამაიც ეხლა გაჩნდა ეს საკითხი, მანდამაიც ეკაბესელია უნდა გადამდგარიყო, რომ ვიღაცას თავი მოეფხანა, მანდამაიც ხალხი უნდა გამოსულიყო, აჟიოტაჟი უნდა შექმნილიყო. სახელმწიფოს ეს რაღაცნაირად უნდა გაეკეთებია. 20 წელია მინიმუმ 25 წელია დაიწყო ეს სასამართლო რეფორმა და ტრიალი მიდის არის ამდენი ტალღა, იმდენი ტალღა, არაფერი
ფაქტობრივად არ კეთება ისეთი, რაც ასე ვთქვათ, მართლაც სასამართლო რეფორმა იმდენად მიიყვანდა, რომ სასამართლო იქნებოდა დამოუკიდებელი. უმთავრესი რეფორმის დანიშნულება რა არის? რომ მოსამართლე იყოს დამოუკიდებელი თავისი გადაწყვეტილების მიღების დროს. და საერთოდ მთელი ეს მოსამართლეთა კორპუსი იყოს დამოუკიდებელი. ვინაიდან ეს აუცილებელია სახელმწიფოსათვის, აუცილებელია სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისათვის. დიდი მადლობა. დღეს ჩვენ სტუმრად ყავს ასევე სამოქალაქო აქტივისტი ქალბატონი თვარესა ნავერიანი. ქალბატონი თვარესი თქვენ ერთხელ თქვით, რომ ჩემი საქმე იმიტომ არ იძვრის, იმიტომ რომ როგორც ჩანს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, ბლოკავენ აი ამ ჩემ გადაწყვეტილებას, გვარამიას მეგობრები არიან პროკურატურაში და ისინი ბლოკავენ ჩემს საქმეს. ჩემთვის თქვენი საქმე უცნობი ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ვახორციელებთ დაცვას. 8 თვე არის უკვე არ იკითხება გვარამია, ეხლა ხან სახალხო დამცველმაც თქვა და უარყოფითად შეაფასა მან მუშაობა პოლიციის პროკურატურის ამ საქმესთან დაკავშირებით. რატომ არ ხერხდება თქვენი აზრით ამ საქმის დაძვრა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში პატრიოტ ალიანსმა დააყენა ეს საკითხი ემზარკვიციანმა ირმა ინაშვილმა და უამრავმა სხვა კიდევ ადამიანმა. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. ნამდვილად 8 თვე არის უკვე ეს ჩემთვის ჯვართმას უფრო გავს, იმიტომ რომ გაურკვეველ ვითარებაში ვარ და გაოგნებული ვარ იმისგან, რომ ხელისუფლებას ჩემი ხმა არ ესმის და საერთოდ სამართლიანობის აღდგენაზე ყოლა ლაპარაკი ზედმეტია. 8 თვის განმავლობაში, როდესაც ცნობილი ვარ დაზარალებულად და ერთხელაც რომ დაკითხვაზე არ მიიყვანენ ადამიანს, რომელმაც საჯაროდ ტელეკამერების წინაშე მოახდინა ჩემზე ფიზიკური ძალადობა, ცემის ფაქტს პირდაპირ უყურებდა მთელი საქართველო. არცერთ ადამიანს დაკითხვაზე რო არ მიიყვანს პროკურატურა, თავისთავად მიჩნდება იმისი განცდა და ეჭვი, რომ პროკურატურაში არიან ის ძველი მოხელეები, რომლებიც განიცდიან ნიკა გვარამიას გავლენას და ასევე არა მარტო პროკურატურა, როგორც ვფიქრობ, ეს იგივე პოლიციაზეც იგივე შეიძლება ითქვას. გამომდინარე აქედან ეჭვი მაქვს, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს იმისი, რომ მას ყავს მფარველები, მაღალი ჩინოსნები და ასევე არ ამგონია, რომ ამისი ნაკლებობა იყოს ამჟამინდელი ხელისუფლებიდან. თქვენ თქვით რაღაცა შეხვედრები მქონდაო ჩვენ აი სანამ მოგახსენებთ, რომ არჩევნებამდე მე არ მინდოდა ამისი თქმა გამომდინარე იქიდან, რომ მაინც ველოდებოდი იმ კეთილნებას, რასაც ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან დაპირება, კონკრეტულ პიროვნებას შევხვდი მამუკა მდინარაძეს, რომელმაც აღმიქვა დახმარება, რომ ის არჩევნების შემდგომ აუცილებლად დააყენებდა ამ საკითხს და რაღაცა შედეგი დადგებოდა, მაგრამ ამავდროულად ჩვენი შეხვედრის დროს აშკარა იყო, რომ მათ ჰქონდათ რაღაც ისეთი განცდა, რომ მაინც და მაინც რადგანაც რუსთავიორის გენერალური დირექტორია ნიკა გვარამია, მისთვის არ შეიძლება რომ ხელი ახლონ და რომ ეს შეიძლება გამოიწვიოს ამან რაღაც უფრო ისეთი არეულობა, რომ ნაციონალებს რაღაცა საფუძვლები მიზეზი მიეცეთ იმისი, რომ ისინი გამოულენ ქუჩაში და რაღაცა შიშები აწუხებთ და მე ვერ წარმომიდგენია ხელისუფლება რატო უნდა იყოს ისეთი შეშინებული ერთი ნიკა გვარამიასგან, რომელიც თვითონ არის დამნაშავე, რომელიც საჯაროდ ტელეკამერებიდან გვემუქრება კოჭების გახვრეტით და დადის იარაღით. ჩემზე იყო კიდე ზეწოლა. ქალბატონო თვარისა სამწუხარო პირველი ბლოკის დრო ამოიწურა ეთერში გაცემა სამოქალაქო საზოგადოება, ჩვენი სტუმრები გახლავთ საპატივცემულო ადამიანები, მსოფლიო ჩემპიონი, არაერთის ევროპის ჩემპიონი, ყოფილი პარლამენტის წევრი, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ლუკა კურტანიძე, სასაზღვრო ჩვენი რეჟისორი ბატონი ბუბა ხოტივარი, ადვოკატთა კოლეგიის თავმჯდომარე ბატონი ნუგზარ ბირკაია, სამოქალაქო აქტივისტი თვარისა ნავერიანი და ზუსტად 5 წუთში შევხვდებით ერთმანეთს. ვაგრძელებთ მაუწყებლობას, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერში გაცემა სამოქალაქო საზოგადოება, ჩვენი სტუმრები გახლავთ ბუბა ხოტივარი, თვარისა ნავერიანი, ნუგზარ ბირკაია, ლუკა კურტანიძე, დღეს ბევრი სტუმარი ყავს, განვიხილავთ იმ პრობლემას, რომელიც აი ყველას გვადარდებს, ის რომ ვერადავერ დასრულდა ამ ქვეყანაში კოჰაბიტაცია და ყველაფრის ამის შედეგია ეს. აი ხა თვარისა ნავერიანი საუბრობდა ბოლოს და ლაპარაკობდა, რომ აი მისი საქმე არ იძრის. მართლაც აი უპრეცედენტო საქმეა ეს, რომ ადამიანი, რომელიც ზებნაში არ არის, თბილისშია და რომლის ყველანაირი მტკიცებულება არსებობს, რომ ამ კაცმა დანაშაული ჩაედინა, დღეს კონფერენციას მართავდა მაგალითად ეს კაცი, ყავდა მოყვანილი პარტიები, NGO-ები და ჭკუას არიგებდა დღეს ხელისუფლებას და აი მე ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლება არის ყველაფრის ღირსი, რომ აი ესე ნიკა გვარამია თავზე დაგვასვა და მე გამოდის ვიღაცები და ლაპარაკობენ, გამოექანება, გადმოექანება, ისე ნაციონალები ერთ ადგილას უნდა შევტეროთ. იცი რა, ეს არის იაფასიანი პოპულიზმი. თუ გვინდა თქვენ ნაციონალებს
პასუხი, მოთხოვე, აგერ არის დანაშაული, აგერ არის კონკრეტული საქმე და მოთხოვეთ პასუხი. ხოლო ის რომ ადამიანს არათუ ეხმარებით, არამედ დაშინებაც იყო თვალისანავერიანზე მოხდა მასზე თავდასხმა, ალბათ იტყვის ქალბატონი თვალისა, როდესაც მანქანა აპირებდა დაჯახება, მე რომელიც ვიცავ ადამიანს აი ამ საქმეში, ჩემს მიმართაც იყო მუქარა რომ რეალურად აღარ დამეცვა ეს ადამიანი, მაგრამ თუ არა და რაღაცა კონკრეტულ ქმედებებს ეხა ბოტის და ყურებზე ხალხს არავის არ დააჭრა თქვენ აი ესეთი მუქარებით, მაგრამ ერთი რამე არის, ნუ დაემსგავსებით იმ რეჟიმს, რომელიც იყო. დღეს მაგალითად წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე დაიჭირეს, გამოიყვანეს მიდან კაბინეტი და ტელეშოუ დადგეს, როგორ იჭერენ ამ ხალხს. ძალიან კარგია თუ კი ვინმე დამნაშავეს დაიჭერენ. ჯერ ეს კაცი არ ვიცი მე რამდენად არის დამნაშავე, მაგრამ იცით რა, ჩვენ არ მოგწონდა წინა ხელისუფლება, იმიტომ რომ ტრუსიკებით გამოყავდათ ადამიანები და ესეთი სახალხო დაჭერები იყო. თუ დასაჭერია ვინმე, დაიბარეთ და ისე დაიჭირეთ. და ისე აკვეთი ღონისძიება ისე შეუფარდეთ. ნუ დაემსგავსებით ყველაფერში წინა ხელისუფლებად. იცით რა, ვიღაცას თუ გონია ეს სიამოვნებს ეს რომ კამერების წინ იმ კაცს ოჯახი ყავს, ცოლ-შვილი ყავს. ეხლა ამით თუ ვიღაცა იტყვის რომ ხები დაშინდებაო, მაშინ ეხლა ესე დაშინები და იმითი ეჟოვით დანიშნეთ, ისე ეჟოვისნაირი ხალხი თანამდებობებზე და ბამეგის ქარდავა მოიყვანეთ, ისე. რა არის ეს კაბინეტიდან კამერებით მისვლა და 30 კაცის თვალწინ ადამიანის დაჭერა. მაინტერესებს თუ ადამიანს დანაშაული მიუძღვის ეს იმას არ ნიშნავს რომ გული გაუხეთქოთ. მე მახსოვს ტახირა ეკონომიკის მინისტრი რომელიც მივიდა მაგალითად დაკავებულ ერთ-ერთ სახელმწიფო ჩინოვნიკთან და მივითხა აი კამერების წინ უთხრა მან შენო ეხლა ყველაფრის ღირსი ხარო დასაჭერი კი არა დასახრეტი ხარო და აი ამ კაცს გული გაუსკდა. ეხლა აი ამ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახის რომელიმე წევრს რომ გული გაუსკდეს იმიტომ რომ აი ესეთი რაღაცა იხილა. ხო იქნება ეს თქვენი სინდისზე. იგივე ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც გააკეთეთ ესეთი რაღაცა. ამიტომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, დასაჭერი რა თქმა უნდა დაიჭიროთ, მაგრამ არა კამერების წინ და ტრუსიკებით გამოყვანა და ბოდიში კამერების წინ დაჭერები კიდე. ანუ დაემსგავსებით სააკაშვილის რეჟიმს. ბატონო ლუკა, აი მე მაინტერესებს 26 მაისიდან გავიდა ყო დიდი ხანი. იმ 2011 წლის 26 მაისიდან. აი თქვენ საქმეზე ვლაპარაკობდი მე. მაინტერესებს აი ეს მოსამართლე რომელიც თქვენი საქმეს იხილავდა რომ მიგიყვანათ იქ რომ სჯელობდა თქვენ საკითხზე. იგივე ის პროკურატურის თუ ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან თანამდებობებზე თქვენი საქმე რამე თქვენ დაზარალებულად გცნე ეს საერთოდ? დიახ, კი, დაკითხვაზე ვიყავი. დაზარალებულად გცნე? დიახ, მე შემდეგ დაზარალებულად მცნეს, მაგრამ მხოლოდ დანარჩენი ახლა შემდეგში ყველა თავის საქმეს ასრულებს, აგრძელებენ ძალიან მშვიდად და ბედნიერად. ვინ აგრძელებს თანამდებობებს? აი ის ადამიანები, ვინც მოსამართლეც იყო, ვინც პროკურატურაში, ვინც გამომძიებლები იყვნენ, სხვადასხვა მშვიდად არიან, კარგად არიან. ახლა არავისი დაჭერა მე არ გამიხარდება და ისა, მაგრამ რასაც ვლაპარაკობთ ზოგადად ახლა აქ ადამიანები ხართ, რომელსაც უფრო მეტი გამოცდილება გაქვს და უფრო მეტად სიღრმისეულად შეგიძლიათ ამ მოსამართლებზე ისაუბრონ. ზოგადად ვიტყვი, რომ ახლა მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს სასაცილოდ ძალიან მწარე სასაცილოდ მიმაჩნია, როდესაც მორუსტიძე გამოვიდა და თქვა, რომ მასზე კეთილი და კეთილსინდისიერი მოსამართლე მეორე არ შეიძლება რომ იყოს. და ასეთი კატეგორიის ადამიანები, რა თქმა უნდა, რომელიც წინა რეჟიმს ახლა შეიძლებოდა მაშინ ყველას თავი შეგვიკავებინა ის ზეწოლა და ის არ მიგვეღო თითოეულ ჩვენთაგან ჩვენი ოჯახის წევრებს და ის რეჟიმი ისე მშვიდობიანად გააგრძელებდა კიდევ რამოდენიმე აწლეული ყოფნას რომ ვერც გავეგებდით. ამიტომ ყველა სინდისზე არის ის რეჟიმი რამდენიც იყო ზუსტად მაგისნაირი ადამიანებმა ვინც ვერ გაუძლეს იმ რეჟიმის ასე ვთქვათ ზეწოლას ასეთი ადამიანები ემსახურებოდნენ და ამიტომ გაგრძელდა ის 9 წელიწადი თორე როგორც ბევრი ადამიანი რომელმაც თავისი პროფესია, თავისი სინდისი არ გაყიდა ბევრ იმ ამავებაზე რაც სააკაშვილის რეჟიმი მათ აძლევდა ამ პროტესტმა და ამ ძალამ შემდეგ 2012 წელს გაისტუმრა. ბატონო ლუკა, აი ის ხალხი, ის პროკურორები, რომ რატო არიან თანამდებობებზე, თქვენ ხო პარლამენტის წევრიც იყავით, იმიტომ ეხლა იცით თქვენ შეიძლება შეუნდეთ, კი ბატონო, მე ვიცი რომ თქვენ რამათმორწმუნე ადამიანი ბრძანდებით, მაგრამ იცით თქვენ შეიძლება შეუნდეთ, მაგრამ ის კაცი რომ დანაშაული ჩაედინა თქვენ წინამდე, ხვალდაზე
იგივე დანაშაულს ჩაიდეს ეხლაც, ხო? და ბატონო ნიკოლოზ, თქვენ იცით, რომ ქართულ ოცნებაში ამაზე ძალიან დიდი ნებათაღელვა არის. არ არის ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობა და კომუნისტური პარტიის განმონაშთი, რომ ერთი ადამიანის სიტყვაზე მთელი პარტია ისე. იცით, რომ მიდის ძალიან სიღრმისეული კამათიც, განცდაც და ეს საკითხი, მე ვფიქრობ, რომ როგორც საზოგადოება ითხოვს, ისე გადაწყდება. მე არ მგონია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ის მოსამართლეები, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს, აღელვებს, ასეთი ადამიანები, არა მარტო მოსამართლეები, არამედ მე ვეთანხმები იმასაც, რომ იმ რეჟიმს, ვინც აძლიერებდა და იმ რეჟიმს, ვინც კვებავდა, ის ადამიანები არ უნდა იყვნენ თანამდებობაზე. და ასე ფიქრობ ძალიან ბევრი ქართულ ოცნებაში. მე მეამაყება მათი თანაგუნდელი რო ვარ და რადგან ეს საკითხი მტკივნეულია ძალიან თვითონ დღეს ხელისუფლებაში მყოფი პარტიისთვის, ეს უკვე მე მგონია, რომ საზოგადოების ხმა ესმის ამ ხელისუფლებას და მე ვიზიარებ მათ. ცოტა იმასავით გამოვდით რა, ეხლა 6 წელი გავიდა და უკვე აქამდე ესეთ უნდა გადაედგათ ნაბიჯი იმ ხალხის ჩამოშორებებთან დაკავშირებით. მობილურით გვიკავშირდება მაყურებელი, გისმენთ? ბატონო ნიკოლოზ, უდიდესი სალამი, მოგესალმებით ბატონებო, ძალიან პირველი ესე იგი სტუმრები გყავთ ბატონო ნიკოლოზ, დიდი პატივისცემით ვესალმები აბსოლუტურად ყველას, განსაკუთრებით ქალბატონ თვარისას, როგორც ქალბატონს სიკეთეს გისურვებთ ყველას, მრავალშობა ახალწელს გაგაცნოთ ესმა ბატონო ნიკოლოზ. მე აი თავიდან დავიწყებ. სახალხო კრების წევრი ვარ ბატონო ლუკა და ჩვენ ერთად გავილახეთ 26 მაისს კიდე ძალიან სულ დღეში ვიყავით და მანამდე. ევრენამ გვაკავშირებს ერთმანეთთან. ბატონო ლუკასთან ამახს ეხლა ბატონო ლუკა ძალიან კარგად მიცნობს მეგობრობდით და თავიდან ბოლომდე ყველაფერი. და რომ მოვიდა ქართული ოცნება ხელისუფლებაში, რატომ კივილით არ არის კელით? მთელი ქვეყანიანობა როდესაც დამნაშავეები კისერზე მოაჯდნენ სპორტს, აი ზონდა სპორტსმენები რო ყავდათ, ბატონო ლუკა, თქვენი მეგობრები იყვნენ ძალიან ბევრი. დამეთანხმებით რა ბატონო ლუკა რა. რატომ არ გინდა სიმართლე თვალებში ჩახედოთ? ქართული მოსახლეობა დაბილი არ არის, ჩვენ ყველა ქართველები ვართ, ძალიან მაღალგზაობანი ვართ, როგორც ვის არ უნდა გული გაუწყდა და მოუყდეს დედამიწაზე, მაგარი ზვისარი ვარ და ეს ვერავინ ვერ გამოგვირეცხავს. მაშინ უნდა გაკივლათ ხმამაღლა თქვენ. ბატონი გუმახոտევარი ძალიან კიოდა. ქალბატონი თვარისა ძალიან კიოდა. ბატონი ეხლა კენერჩევით ვიქნებით ყველაფერს და კოამიტაციაში შეგვდამდით ბატონო ჩემოდა. რაცა დაკეთეთ იგივე მოიმკეთ. გასაგები, დიდი მადლობა ბატონო ლუკა, თქვენ. მე ძალიან განვიცდი ჩემი თანამებრძოლების ასეთ განცდას და დამეწუნეთ, რომ თუ ის ძალაუფლება ან ის ბერკეტი მე რომ მქონოდა ცალკეულად ლუკა კურტანიძეს, გარწმუნეთ, რომ თითოეული ნაციონალი, რომელიც იმ რეჟიმში იყო ძალიან აგრესიული, დღეს იქნებოდა ციხეში. ამას გარწმუნებთ და ვერავინ ვერ დამარწმუნებს, ვერ გადამარწმუნებს და ვერასოდეს ვერ შევალ კოჰაბიტაციაში ისეთ ადამიანებთან, რომელსაც ჩვენს ქვეყანას ის 9-წლიანი დაღი დაასვეს. მე არ გამაჩნია ის ბერკეტი, მაგრამ რაც იმ საზოგადოებასთან ვარ, რომელიც პროტესტს აცხადებს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 2020 წლისთვის წელგამართული მივა ქართული ოცნება, როდესაც ზუსტად იმ სატკივარს, რასაც საზოგადოებას ტკივა, რაც ამ არჩევნებზე, ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნებზე ბოლო მეორე ტურში გავეცით, აი ბევრი რამ ის ადამიანები, ის მოსამართლეები, ის პოლიციელები, ის ადამიანები, ის სადამჯელო ზონდერ ბრიგადები ნებისმიერ სფეროში თუ ჩამოშორდებიან და ჩამოაშორებს, მაშინ ჩვენ 2020 წლის არჩევნებზე მივალთ წელგამართულ. დიდი მადლობა ბატონო ლუკა. კი, მაყურებელი ყავს კიდევ ეთერში, გისმენთ? ალო. დიახ. ისა უკაცრავად ბატონო, დიდი პატივისცემით პირადად თქვენს მიმართ. მაგრამ აი რა მინდა და მეკითხა თქვენთვის 2013-ში, როდესაც ბატონმა ბიძინამ გამოაცხადა მურუსიძე სისტემის ყოფნად
თქვენ პირადად ბატონი ბიზნესმენმა კარგად იჭდათ პროტესტის განცდა. ანუ კაცმა რომ ხუს უკითხავა და აპატია აი ვისი კითხვა მინდოდა ირინა ელუქიძე მაგალითად აპატია ელუქიძე თავისი შვილის ხორივი დაიკლეს ბიჭო 14 სასიკვდილოება რა უფლება ქონდა ბიძინა ივანიშვილს თავის თავზე აიღო და რატო არ გამოხატავთ აი სიმართლესთან ჩვენ ორიენტირად რატო არ ვიღებთ გასაგებია ძალიან ბევრი გულისტკივილი ზარები არის მე მინდა ხა მაყურებლების ზარები არის მიმართული სხვადასხვა კონკრეტული პირების მიერ სხვა სტუმრების უბრალოდ დაგვეჩაგდეთ ბატონო გუგა აი თქვენ მინდა კითხოთ აი ხა მე ეხლა ხანს გავცელდა სოციალურ ქსელში გიორგი ყიფშიძის საკმაოდ ესეთი ემოციური პოსტი ხელისუფლების მიმართ რომ ეს ადამიანი აი ნუ შეურაცხყოფელი სიტყვების იყო იქა და აშფოთებულიც იყო იცით მე სიმართლე რო გითხრათ რაღაცი დოზით მესმის ამ ადამიანის და გეტყვით რატო იცით აი ბადრი პატარკაძიშვილი რო იყო ცოცხალი მის აფინანსებდა ძალიან ბევრ სერიალს ფილმებს აი ცხელი ძაღლი შუა ქალაქში რავი ძალიან ბევრი რაღაცები იღებოდა ფილმების იღებოდა და ეს ხალხი ეს მსახიობები იყვნენ დასაქმებულები დღეს ფაქტიურად აი თქვენ ახლა ჩვენ სანამ შემოვიდეთ თქვით რომ ტურიზმის განვითარებისთვის და ქვეყნის ცნობადობის განვითარებისთვის ყველაზე კარგი საშუალება ფილმების გადაღება რომ გადის ფილმი მონანიებამ ყველა მიცის რომ საქართველოსდან არის ყველა მიცის რომ მაგალითად ის შედევრები რომელიც იქნებოდა გიორგობის თვე და რა ვიცი კიდე ძალიან ბევრი ფილმები საქართველოსდან და ამით იცნობენ ჩვენ ქვეყანა ეს ხალხი არის ჩვენი მარგალიტები ზურა ყიფშიძე გიორგი ყიფშიძე უამრავი მსახიობი იგივე თქვენ რომ ზიხართ უქმად აი ეს არის სიმართლე გითხრა ძალიან ცუდი რამ და აი მე ხარ რო უყურებ რუსეთში მაგალითად როგორ ეფერებიან ამ მსახიობებს როგორ იღებენ ამათ მთელი ცხოვრება ხო არ იქნება ზურა ყიფშიძე ცოცხალი კაცოა რა ხო უნდა გამოვიყენოთ ეს ხალხი და ამიტომ აი რატო არ ხდება ეს რომ აი შეგდებულად ხომ არ ხდება მე მაგ ეჭვი რომ აი ყველა სტრუქტურაში, აი კულტურის სამინისტროში, სპეციალურად იგივე განათლების სამინისტროში, იგივე სპორტშიც ყველგან ხდება სპეციალურად, იმიტომ რომ ქვეყნის აი განვითარება არ წავიდეს და რაღაცა ყველავაც დაგვაბრუნდეს ის საშინელი რეჟიმი. კიდე არ კიდე ამ დასკვნამდე მიდიხარ. აი თქვენ ნახეთ ალბათ ყიფშიძის პოსტი, ხო? არ მინახია, მაგრამ ჩვენ ყველა ესე ვლაპარაკობთ. ძალიან გაბრაზებულები და გაღიზიანებულები ვართ, იმიტომ რომ კინოს, თეატრის მიმართ, ხელოვნების მიმართ არის აგდებული და დამოკიდებული. აი პირდაპირ ვამბობ. არათუ ეხლა სახელმწიფო არის ვალდებული და აფინანსოს ქართული ხელოვნება საერთოდ მთელ მსოფლიოში აფინანსებს მთავრობა იმისათვის რომ შეიქმნას კულტურა და შეიქმნას ავტორიტეტი. ძველი ბერძნები სპექტაკლი რომ მიდიოდა რომელიმე ქალაქში იქით აძლევდნენ ფულს რომ შესულიყავი და გენახა. ბილეთს კი არ ყიდულობდი. იმდენი ესმოდათ რომ გაიზარდოს მოქალაქე იმან ხელოვნება უნდა ნახოს. სპექტაკლი უნდა ნახოს, უნდა მორალურად გაიზარდოს. ამათ ეს არ ესმით. რამდენი ხანია ჩვენი მსახიობები, ჩვენი რეჟისორები, მართლა ვიმეორებ, სოფლიო დონის მსახიობები და რეჟისორები და ოპერატორები. შივრები არიან. ამასინათ იყო კინოკავშირის ყრილობა. მე-20 საუკუნეში ნაყიდი ტანსაცმლით მოვიდნენ. საწყლები უმეტესობა გული მტკიოდა. ქალები იყვნენ კაცების ფერსაცმელი. არ გათავდა. სულ კვირდებიან, გვატყუებენ. აი რა ხდება? აი მაგალითად აი მე მაღიზიანებს ეს თურქული სერიალები რო გადის. ეხა აი ცხელი ძაღლი ვახსენე რა და გადიოდებ შვენიერი სერიალი იყო და დიდი ფული აი რა ესეთი რაღაცა სერიალები რო გაკეთდეს ეს ხალხიც ხო დასაქმდება. ეხა ფილმს უფრო მეტი ფული უნდა მე მგონი ხო ვიდეო. არა რა თქმა უნდა, მაგრამ რა ხდება ასეთი რომ ეს ხალხი იმიტომ რომ რატო უნდა აი მაგალითად ეხა ერთი სერიალი გადის ეს ჩემი სოლის და ქალები ნეტა არ გადიოდეს ეს არის რაღაცა საშინელება აი ზომბირება ადამიანებზე ყველაზე ცუდი გაგები. აი რა ხდება ასეთი ძვირიჟდება რომ არაფერი ძვირი აღდება ტყუილია ესა იმასთან შედარებით რაც თურქულ სერიალებში რამდენ ადამიანს აი ტიტრები ნახეთ ფილმი რომ თავდება რამდენი გაუთავებელი გვარი ამოდის ეს უდასაქმებული ხალხია ეს არის ხალხის დასაქმება ხელოვანი ხალხის დასაქმება ეს არის სასტუმროების დასაქმება და ასე შემდეგ ყველგან თემ სოფლიოში თავრობები აფინანსებენ ხელოვნებას პირველ რიგში კინოს და მერე იღებენ უკან კულტურულ ხალხს კულტურას წევენ ჩვენთან ვიმეორებ არ ესმით ეგა
გიყურებენ როგორც კი თქვენ კარგ კინოებს იღებთ რა კარგია არაფერს არ აკეთებთ პირველ რიგში კანონები უნდა მივაღებინოთ როგორიც არის მთელ მსოფლიოში არ უნდათ და მე უნდა დააფინანსონ არაფერი ძვირი როდესაც ჩვენ 13 14 15 მილიარდი გაქვს წელიწადში ბიუჯეტი არა 30-40 მილიონი არაფერი არ არის აი ამდენი ხალხის გვაძლევენ შვიდს, აქედან ახევარს გვართმევენ და ერთმანეთს გვაჭმევინებენ, რომ აი ამ რაღაც კაპიკებზე რაღაც ერთმანეთი დავჭამოთ. კიდევ კარგი, ჩვენი ხალხი კულტურული ხალხია, მაგრამ ცხვარიაო და მინდა გაგახსენოთ რა. ყველა რევოლუცია საქართველოში კინომ დაიწყო და კინოსახლიდან დაიწყო და ხელოვანმა ხალხმა დაიწყო. ძალიანაც ნუიზამენ ამას. დააფინანსონ ქართული კულტურა, დააფინანსონ ქართული კინო. თეატრში საერთოდ ძიმე მდგომარეობა ის კადრებიც არ არის. ფათაშორის აი ეხლა თქვენ ხართ ისეთი აი დემეტრე თავდადებული ეს ფილმი ვახსენე და პატრიარქებაც თქვა თავის აი ბოლო საშობაო ეპისტოლოში რომ ამ ხელისუფლების აი პირველი არხი ხელისუფლების არის აბა ვისი არის ნუ ეხლა სახელმწიფო არხია ხო გამქრალია ყველაფერი პატრიოტიზმი. არ უნდა იღებოდეს ეხლა კომუნისტებს რო ვაძაგებთ. კაცო, ბაშიაჩუკი, დემეტრე თავდადებული, გიორგი სააკაძე, აი ვთქვი, ფილმები, აი ეს პატრიოტული სულისკვეთების ფილმები სულ მაგ დროს არის გადაღებული. და ეხლა იღებენ ან როგორ იჭხირავენ წამალს, ან ნარკომანებზე, ან როგორი ვარ ცუდი ქართველები. აი ბოლო აი ეს წლებია მეტი ფილმი არ გადაღებულა და პატრიარქს მაინც დაუჭერეთ, ხალხის მაინც არ გესმით, ხო? ეხლა ჩვენ რაღაცრივად განვიხილავთ ამ საკითხებს. აი ბატონო ნუგზარ, მე მინდა თქვენ დაგიბრუნდეთ. აი ეხლა გამოვიდა ეს ჭუატყოფელის დაცმოძრაობა და მისი სატელიტები და ესეთი რამე თქვენს რომ ჩვენ რომ ვინაიდან ეხლა ეს მურუსიდე და ჩინჩალაძის გარდა ესენი ვერავის ვერ ხედავენ უცხოელი პროკურორები და უცხოელი მოსამართლეები და მოვიწვიეთო ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემი აზრით არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა ესე იგი ჩვენ უნდა ვიყოთ მოსამსახურე ერი მარტო მწვადები შეუწვათ და ესე იგი რესტორანში მოვემსახუროთ ამ უცხოელებს ხოლო ესეთი ინტელექტუალურ სამსახურებში როგორიც არის ეხლა ეს სასამართლო პროკურატორი თუმცა უცხოელები და ჩამოვიყვო არის თუ არა ეს კიდევ ერთ აი ამის გამო მარტო აი ამ განცხადების გამო ხალხი ბოიკოტს გამოუცხადებდა იმ პარტიას. თქვენი აზრით ეს განცხადება რამდენად ლოგიკაში ჯდება და მართლაც შესაძლებელი რო არის სტრუქტურები ეს გასაგებია და აი თქვენი აზრით არის თუ არა რესურსი იმისა რომ მაღალკვალიფიციური მოსამართლეები პროკურორებით დაკომპლექტდეს და ეს ბინძური ხალხი რომლებმაც სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებოდნენ ჩვენ გავუშვათ აი ამ სისტემიდან. არსებობს საქართველოში ასეთი განცხადებები მე მიმაჩნია არასწორად ეს მე ვფიქრობ რომ ამას ლაპარაკობს ის ადამიანები რომლებსაც არანაირი არც გამოცდილება არ აქვს არც წარმოდგენა არ აქვს იმ ქართველ იურისტთა კოჰორტაზე რომელიც არის საქართველოში გახსოვთ თქვენ ერთი მთავარი პროკურორი იყო რომელიც ახალი ხელისუფლების დროს მოვიდა რომელმაც განაცხადა რომ პროკურორებს ვერ გავათავისუფლებთო იმიტომ რომ ამდენი პროკურორი სად არის სად გოყოლებება აი რასაც აგერ საუბრობდნენ მეგობრები რომ და ის პროკურორები აი რომლებიც იმ რეჟიმს ემსახურებოდა და რომელიც ცნობილია ის პროკურორები ის ხალხი როგორ მოხვდა ციხეებში რა თქმა უნდა გამოძიების გზით მოხვდა რა რომ არასწორი გამოძიება იყო და ეს პროკურორები ასე თქვა თავის ადგილზე დარჩა და როდესაც იყო შანსი იმისა რომ ისინი გაეშვა თანამდებობიდან ისინი ყველანი დატოვეს თანამდებობაზე ახსნა ქონდა ის რომ აი თურმე ჩვენ არ გვყავს კადრები არის ბევრი არის ძალიან კარგი კადრები უბრალოდ ნახვა უნდა ერთი პრემიერ-მინისტრი ამბობდა სანთლით ვეძებოდა რა თქმა უნდა სანთლით ძებნა მე მაგალითად უზენაეს სასამართლოში ვიცი უამრავი ახალგაზრდა კაცი რომელიც ვერანაირად ვერ დანიშნა ვერც მოსამართლედ არ გაუშვეს იმიტომ რაღაცა სხვა ჭირდება რაღაც პატრონაჟი არის საჭირო იმისათვის რომ მიაღწიოს რაღაცა თანამდებობას მაშინ როდესაც არის შესანიშნავი ახალგაზრდები 40 წლის 51 წლის 52 წლის ჩამოყალიბებული ახალგაზრდები არის ახალგაზრდა იურისტა ბევრი ახალგაზრდა იურისტი რომლებიც ასე ადვოკატ ასოციაციაში მუშაობენ 4000 ადვოკატი ყავს შეიძლება 4000 6000 მით უმეტეს თავი არ უსხდებოდეს შეიძლება 6000 მაგრამ 6000 ადვოკატი და ნამდვილად იქნება აქ 1000 თუ არა 500 კაცი რომელიც შეიძლება ჩვენ დავასაკეთოთ სამარცხინო ამბავია რომ ჩვენ ახლა წავიდეთ და უცხოეთიდან ჩამოვიყვანოთ ადამიანი ეს რა გამოდის თავის მოჭრა რომ ჩვენ არ გვაქვს იმის ძალა და ღონე რომ მართლმსაჯულება განვახორციელოთ საქართველოში ეს არის ამის აღიარება აბატონო გაწყვეტინებთ მე ახლოს ვარ ამ ხალხს ძალიან კარგად ვიცნობ. თუ გახსოვთ თქვენ რო ახსენეთ პროტესტი რო გამოთქვა სამამოსამართლემ სააკაშვილის დროს და რო გადადგა. ერთ-ერთი ვიცი დავით სულაქველიძე. უდიდესი სპეციალისტი, უწესერესი კაცი. უწესერესი ახლოს არ იკარებენ.
პირდაპირ არის დაცანიშნი უმაღლეს თანამდებობაზე. ბატონო ბუბა, აი რახან ეხა ჩემი თავი დავით სულაფელიძე, ბატონო, ჩემო იყო სააკაშვილის ასე თქვათ ნუ ეხა ყველაფერზე თანაშემწე, რომელიც დადიოდა და რომელიც ასე თქვათ ეს მე კარგად ლუიდავთ ერთ რამეს ვიტყვი ეხა როდესაც აი ხერხზე ეხა ჩემი თავის ქება არ მინდა გამომივიდეს მაგრამ აი როდესაც არის რომ რეჟიმის სახურებაზე მე რომ დავინახე მეც ვიყავი ამ პროკურატურაში მუშაობდი 2006 წელს რომ დავინახე ესენი რაც იყვნენ დასაწყისში 2006 წელს ჩემი ხელით დავწერე განცხადება პროცესის და მე რომ წამოვედი მე ყავდა სამი შვილი და ეხა ადვოკატურა მტარი იყო მაგ დროს ხო იცით ეხა მარტო იყო საპროცესოებით კეთდებოდა საქმეები ოღონდ უნდა გევაჭრას ხო ას გამამართლებელი განაჩენები არ არსებობდა ჩემი ოჯახი და მე გადავდევი თავი იმისთვის რომ გამეწირა თავი ძალიან სოციალურად დაუცველი მაგრამ გავაკეთე იმიტომ რომ არ მინდოდა იმიტომ რომ გიორგი ლაცაბიძე იყო გენპროკურორის მოადგილე რომელიც მეუნებოდა რომ აი რაღაცა სულელური გადაწყვეტილებები მიმეო დღეს ეს გიორგი ლაცაბიძე პასუხისგებაში მიეცა აი თავის გადაწყვეტილებების გამო მე სუფთად წამოვედი იმიტომ რომ არ მინდოდა მსახური ყოფილიყავი და დღეს ეხლა ვიღაცები გამოდიან და ის ვინც გააგრძელა მოღვაწეობა პროკურატურაში ისინი ყოფილა მსხვერპლი და მე რომ წამოვედი იქიდან მე სულელი ყოფილი ვარ მაშინ იმიტომ რომ თუნდაც მეც უნდა დამჩენილიყავი და მე მუშაობდა შემესრულებინა და მე გამოვიდო და იყო და ის ადამიანი ხო მიეცა პასუხისგებაში მიეცა მაგრამ ბევრი ხო რჩება თქვენ თვითონაც ეს ერთი მიეცა მაგრამ ძალიან ბევრი კლავაც მოწინავე პოზიციებზე რჩება ქალბატონო თვარიძე ერთი წუთი თქვენ რომ აი თქვენ იმედი გაქვთ თუ არა რომ 8 თვე ესე რომ გაუნძრებლად დევს ეს საქმე და ერთი უნდა მივიტანოთ იქ ტრიაპკები რომ საქმეს მაინც გადაწმინდონ იმიტომ რომ წვერი დაედო იმ საქმეს რამე იმედი გაქვთ კიდე მე ასეთი ჩემი ეს ბოლო ალბათ ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს რაღაც გარკვეულ პერიოდში და ძალიან უმოკლეს ვადაში თუ არაფერი არ შეიცვალა და ხელისუფლებამ ორი არ გაიბერტყა და ეს საქმე წინ არ წავიდა მაშინ რადგანაც მე ვფიქრობ რომ ამ ხელისუფლების ბრალი იყო ის სწორედ რომ ჩემი ლიკვიდაცია უნდათ და მანქანა მეჯახებოდა და მოასწარი ჩემი სწრაფი მხედველობის გამო რომ გადავხვდი გვერდზე და გადავირჩინე თავი ფიქრობ რომ ეს შეგნებულად ჩემი დაშინებისთვის იყო მოწყობილი და ფიქრობ რომ ამაში ხელისუფლებას მიუძღვის ბრძალი გამომდინარე იქიდან რომ პასუხიც ისეთი მივიღე პოლიციისგან და არ დაიძრა მე ვფიქრობ რომ მოარი ვთქვა და მოვითხოვ პოლიტიკური თავშესაფარი ვინაიდან მე ამ ხელისუფლებისგანაც ვარ დევნილი და ძველი ხელისუფლებისგან კიდევ დაზარალებული დიდი მადლობა დღეს მე ჩემი გადაცემა მინდა დავამთავრო იმით რომ დღეს არის ბოდიში ბატონ ლუკა არა ნაციონალურ მოძრაობასთან ქართულ ოცნებას გაიგივება არავინ არ იგივება ძალიან შორსავართ ამ ბატონ ლუკა ერთი მოსაზრებისგან და პოზიციისგან ერთი წამით რა ხარ თქვენ ერთი წამით მაგრამ ამას ვერ დავეცადე შეიძლება ერთი წამით ბოდიში რა ხარ თქვენ აქ იცით რა არის როდესაც შენ იმ რეჟიმის მსახურებს გინდა რომ დანიშნო მოსამართლეებად უკვე დიდი განსხვავება აღარ არის ჩვენ ერთი წამით ბატონო ლუკა ხმამაღლა და ისმენს ეს ხელისუფლება და მე ვერ დავეთანხმები იმას რომ ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმას ერთი წამით ხო შეიძლება გადაცემა მე მივყავს ერთი წამით ბატონო დაასრულეთ მაგრამ ჩემი პროტესტი ერთი წამით ბატონო ლუკა ხო შეიძლება თქვენ დაამთავრეთ მე მგონი და ხო შეიძლება კი ბატონო როდესაც 6 წელი და თქვენს მიმართაც იმიტომ იყო ეს უარყოფითი რეაქციები იმიტომ რომ თქვენ ერთი რამე უნდა იცოდეთ 6 წელი რო ხარ ხელისუფლებაში და კიდევ ამ ნაციონალებზე რო ვლაპარაკობთ ეს არის უდიდესი სირცხვილი ქართველმა ხალხმა 2012 წელს ბოლო ლუსმანი დააჭედა ნაცმოძრაობის სიბას კუბოს და დღეს კიდე ნაციონალებზე რო ვლაპარაკობთ ეს ჩემი და თქვენი ამ ხალხის ბრალი კი არ არის ეს არის ხელისუფლების ბრალი აბა ვისი ბრალია და განსხვავება ის არის რომ შენ იგივე იმ რეჟიმის მსახურები რო ყავს მოწინავე პოზიციებაზე აბა ვისი ბრალია ეს ბუბა ხოტივარის ბრალია თუ ლუგზარ ბირკაიას აი ეს არის უბრალოდ ბრალი და ეხლა ის რომ ისინი განსხვავებას რა თქმა უნდა დიდი არის ეხლა არავინ არ ლაპარაკობს რომ ნაციონალებისნაირი ჯალათებივით არიან ესენი ამაზე და არავინ არ ვთანხმდებათ მაგრამ ნაციონალების ჯალათები არ უნდა იყვნენ ხელისუფლებაში და მე მინდა დავამთავრო იმით ჩვენი გადაცემა რომ დღეს არის ჩვენი სახალხო პოეტის მიხა ხელაშვილის დაბადების დღე ადამიანმა რომელმაც შესწირა თავის სიცოცხლე საქართველოს ის იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის შეფიცულთა რაზმის წევრი იყო და მისი ერთ-ერთი ცნობილი ლექსიდან მინდა ამონარიდი წაგიკითხოთ მოვა სიკვდილი უჩინო ერთ წამში აკვრის იარაღს ჩვენ რას წავიღებთ ამ სოფლით სხვას რა წაუღიარა მე მინდა რომ აი ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს უთხრა რაც არ უნდა ბევრი ფული დააგროვოთ თქვენ და ჯიპები და მერსედესები და ძვირაოთხირებული ქონება იყიდოთ ვერაფერს ვერ წაიღებთ ამ ქვეყნად იმიტომ რომ ის აქ დარჩება და თქვენ სახვალთ
დედიშობილა როგორც მოხვედით, ისე დედიშობილად წახვალთ ამ ქვეყნიდან. ამიტომ ეს ხალხი, ქართველი ხალხი, რომელიც აქამდე მოვიდა, კლავაც იარსებებს, მაგრამ ერთი ნაბიჯი მაინც გადადგით რაღაცა სასიკეთო ამ ქვეყნად, რომ ის რაცაც ჩვენ ვესწრაფით, აი ხა რუსეთზე იყო ლაპარაკი, აფხაზეთზე რაღაცა გაიჟღერა. ჩვენი დაკვეთა ქართველი ხალხის 2012 წლის იყო სოხუმის და ცხინვალის დაბრუნება და არა კვლავ ნაციონალებზე საუბარი. და ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, 2012 წლამდე პიროვნებას, რომელსაც ნაცმოძრაობის და ნაციონალური რეჟიმის მიმართ პოზიცია არ აქვს დაფიქსირებული, არც ქართულ ოცნების წევრი უნდა იყოს და არც ხელისუფლების წევრი უნდა იყოს, იმიტომ რომ თუ ხარ პოლიტიკაში და პოლიტიკურ საკითხებზე 2012 წლამდე პოზიცია არ გაქვს დაფიქსირებული, შენი ადგილი არის იქ, სადაც იყავი მანამდე. სამწუხაროდ ჩვენ გვინდოდა კიდე რაღაც სხვა საკითხებზე გვესაუბრა, მაგრამ ძალიან ბევრი სტუმარი ყავდა, ძალიან ბევრი დროც არ მქონდა. დიდი მადლობა მინდა სტუმრებს, მადლობა გადაუხადო, ჩვენი სტუმრები იყვნენ ძალიან ისეთი საყვარელი, ცნობილი ადამიანები ჩვენი ქვეყნისათვის, რომლებმაც უამრავჯერ გაგვახარეს. ლუკა კურტანიძიდან დავიწყებ, ლუკა კურტანიძე, ბატონი ბუბა ხოტივარი, თვარისანავერი, ლუგზარ ბირკაია და იმედს ვიტოვებთ, რომ მართლაც უამრავი წარმატება ექნება ამ ქვეყანას. დამდეგ ნინოობას გილოცავთ კიდევ კვირას ნინოობა და წმინდა ნინოს მადლი შეეწიოს საქართველოს და მალე ყოფილიყოს გაერთიანებული ჩვენი ქვეყანა. კარგად ბრძანდებოდეთ.